ახალი პროექტი ნამდვილად არის გამორჩეული საინტერესო პარამეტრების და ასე ვთქვათ არქიტექტურის დიზაინის მქონე, მაგრამ ამავდროულად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მისი ეკონომიკური პარამეტრები კიდევ უფრო მეტი სარგებლობის მომტანია ჩვენი ქვეყნისთვის და უშუალოდ აჭარის რეგიონისთვის. აღნიშნული პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 300 მილიონი დოლარია. ამასთანავე მნიშვნელოვანია ის, რომ 1500 ადამიანი იქნება დასაქმებული უშუალოდ სამშენებლო ეტაპზე, საიდანაც აბსოლუტური უმრავლესობა გახლავთ ადგილობრივი მოსახლეობა. მაგრამ ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია ის, რომ როგორც კი პროექტი ჩაეშვება ოპერირებაში, 2000 პირდაპირი თუ არა პირდაპირი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება არსებულ კომპლექსში. დეველოპმენტი ვერ იქნება მხოლოდ ინვესტორის ინტერესზე აგებული, მას შეხება აქვს საცხოვრებელ გარემოსთან, არქიტექტურასთან, იერსახესთან, რესურსების ათვისებასთან და შესაბამისად ის ჩვენ ყველას არსებულ და მათ შორის მომავალ თაობების ინტერესსაც ეხება. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია სწორი საჯარო, კერძო თანამშრომლობა იმისთვის, რომ ვუზრუნველყოთ საუკეთესო შედეგების მიღწევა ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად. ასეთი პროექტები მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მდგრად განვითარებას და რა თქმა უნდა ეხმარება ტურიზმის სექტორის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას. გასული წელი იყო ისტორიული შედეგების მომტანი ჩვენი ქვეყნის ტურიზმის სექტორისთვის. ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტმა მხოლოდ ტურიზმის სექტორიდან 4.4 მილიარდი ამერიკული დოლარის შემოსავალი ნახა, რაც როგორც კიდევ ერთხელ გამეორდები არის ისტორიული მაქსიმუმი და ამავდროულად მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე წლის პირველ 2 კვარტალში უკვე ჩვენ შევძველით და 2 მილიარდის შემოსავალი ვნახეთ ბიუჯეტში ტურიზმის სექტორიდან. ეს ყველაფერი ბუნებრივია, არის დაფუძნებული სწორ და თანმიმდევრულ დივერსიფიკაციაზე მორგებულ პოლიტიკაზე, რასაც კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვავრო ძალიან მჭიდრო და კარგი სწორი თანამშრომლობის შედეგია სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის.